ფიშინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მოსახერხებელი მეთოდია თავდამსხმელებისთვის. ისინი ფსიქოლოგიურ ხრიკებს იყენებენ იმისთვის, რომ მოგატყუოთ. ფიშინგის მიზანი არის გამოგტყუოთ სხვადასხვა ინფორმაცია და ძირითადად ეს ინფორმაცია არის ან პაროლი, ან ანგარიშის სხვა ინფორმაცია, ორეტაპიანი ავტორიზაციის კოდები, ფინანსური ინფორმაცია, როგორც წესი ისინი ითხოვენ საბარათე მონაცემებს და ამას ფსიქოლოგიური ზეწოლით ან სხვადასხვა თაღლითური მეთოდებით აკეთებენ. ალბათ ყველას მიგიღიათ შესაძლოა Facebook-ზე ან სხვა სოციალურ მედიაში მესიჯი ასეთი შინაარსით თქვენი ანგარიში დაიბლოკება თუ აი ამ ბმულზე არ გადახვალ და რაღაცა შენს პირად მონაცემებს არ შეიყვან. ან სიტყვაზე SMS-ი რომელიც თითქოს არის საქართველოს პოსტიდან ან სხვა საკურიერო სამსახურიდან რომ თქვენთან ამანათის მიტანა ვერ განხორციელდა და ამისთვის რაღაცა გამოგზავნილ ბმულს უნდა მიყვეთ, სადაც უნდა შეიყვანოთ პირადი მონაცემები და თქვენი ბარათის მონაცემები, რომლისგანაც შემდეგ მოხსნიან თანხას, რაც კი შესაძლოა გაგაჩნდეთ საბანკო ანგარიზე. ასევე ძალიან გავრცელებულია MyMarket-ზე ფიშინგ შეტევები, როცა თქვენ რამე პროდუქტს დებთ გასაყიდად, იმ წამსვე გიკავშირდება ადამიანი WhatsApp-ში, შესაძლოა ის იყოს ქართული ნომერი ან რომელიმე სხვა ქვეყნის ნომერი, რომელსაც ვირტუალურად იღებენ ხოლმე კიბერთავდამსხმელები და გეკითხებიან შემდეგ რაღაცას იყიდება თუ არა ეს ნივთი, არის თუ არა ხელმისაწვდომი და აქ თავაზობენ რომ თქვენ კურიერის დახმარებით გაუგზავნოთ ეს ნივთი, გეუბნებიან და გარწმუნებენ რომ ყველაფერი წესრიგშია და ყიდულობენ ამ ნივთს ახლავე, ყველანაირი ვაჭრობის გარეშე. მას შემდეგ რაც თქვენ დაუდასტურებთ რომ ნივთი ნამდვილად იყიდება და არის ხელმისაწვდომი, თავდამსხმელები აგზავნიან ბმულს, სადაც ასე ვთქვათ, აფორმებთ შეკვეთას, რომ კურიერი მოვიდეს და წაიღოს და ამ შეკვეთის გაფორმება გულისხმობს იმას, რომ შეკავთ რაღაცა თქვენი პირადი მონაცემები და შემდეგ გვერდზე უკვე გადადიხართ ბარათის მონაცემების შესავსებად. და ეს მონაცემები ასევე ითხოვენ თქვენი უსაფრთხოების კოდის, სამნიშნა კოდის შეყვანას, რაც სრულიად წარმოუდგენელი საკითხია, იმიტომ რომ როცა ადამიანი თქვენგან ნივთს ყიდულობს, მას თქვენი ბარათის მონაცემები და მით უმეტეს უსაფრთხოების კოდი არაფერში სჭირდება. აი ეს მონაცემები შეყვავს, როცა ჩვენ შევდივართ სადმე და რამე ონლაინ მაღაზიაში ნივთს ვყიდულობთ. ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ აუცილებლად, როცა მსგავსი ტიპის შეტყობინება მოდის, რომელიც ასევე გამყარებულია რაღაცა ბმულით, დავრწმუნდეთ უნდა რომ ეს ბმული არის ნამდვილი და შეტყობინებაც არის ნამდვილი. თავდამსხმელები, რასაც ხშირად ცდილობენ არის ის, რომ მიამსგავსონ ეს ბმული რაღაცა ნამდვილი კომპანიის ან ნამდვილი ინსტიტუციის ბმულს და გამოგიგზავნონ მსგავსი ტიპის ბმულები. არადა სერიოზული ინსტიტუციები, მაგალითად Facebook, Google, Amazon, eBay და კიდევ ბევრი სხვა ონლაინ მაღაზია თუ სოციალური პლატფორმა მსგავსი ტიპის ბმულებს არასოდეს აგზავნის და მით უმეტეს თქვენი პირადი ინფორმაციის შეყვანას ამ ბმულების დახმარებით არ მოგთხოვთ. ამიტომ, როდესაც მოგდის რამე ბმული, აუცილებლად ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ და აუცილებლად უნდა დავწუნდეთ, რომ გამომგზავნი არის რეალური ადამიანი, ჩვენ მას ვიცნობთ, ვენდობით და შემიძლია ამ ბმულის გახსნა. ძალიან ხშირად ხდება ასევე ელექტრონული პოსტით ყალბი იმეილების გამოგზავნა და რაღაცა ოქროს კოშკების აგება, რომ აი თქვენ რაღაც მოიგეთ მილიონი, ან თქვენ რაღაცა სამსახურში ხართ მიღებული და ამიტომ უნდა დაუკავშირდეთ ამ წერილის მიმწერს, რომ შემდეგი ეტაპები გაიაროთ. ნებისმიერი შეტყობინება, რომელიც მოგდით უცხო ადამიანისგან, ყოველთვის არის ეჭვის შესატანი, ამიტომ ეს შეთავაზებები, რომელსაც თავდამსხმელები გვიგზავნიან ხოლმე, ყოველთვის იმდენად კარგად გამოიყურება, რომ რთულია ამის დაჯერება. ფიშინგის თემა რო შევაჯამოთ, თუ ეჭვი გეპარება, ფიშინგისგან დაცვა ზუსტად ეჭვით იწყება. ამიტომ ყოველთვის ეჭვით შეხედე ნებისმიერ ინფორმაციას, რომელსაც უცხო ადამიანი გიგზავნის.